მოგესალმებით მეგობრებო. გამარჯობა. როგორ ხართ? ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ ჩაგვეწერია ეპიზოდი დილით. ხოდა ანუ lighting მე ვერ გავთვალე რომ ჯერ კანი მაქვს ძალიან თეთრი, ეს ღია ფერის მაისური რო ჩავიცი და თან დღის განათება რო დამარტყამდა და ამიტომ ცოტა ცუდად გქნებ თავს და არასწორი არჩევანი გავაკეთე ეს მაიკა რო ჩავიცი. მაგრამ Davi looks gorgeous you guys. ამიტომ დღეს ფოკუსირდეთ დავიცა. ფოკუსირდეთ ჩემზე მეგობრებო. თან პოზა აქვს დაჭერილი ძალიან თესლი. არ აპირებს რომ გაინძროს თელი პოდკასტი ამიტომ არც მე ვაპირებ. გაშაშებულები ვართ ყველა. ეხლა რასაც ხედავთ ეს არის აი 20 წუთიანი წვალების შედეგად ვიღებული. იმის გათვალისწინებით მეგობრებო, რომ აი არ ვიცი, ამ ტახტზე რომელი სუპერმოდელის არ უნდა დაჭდეს მქონია. ყველას გამოიჩნდება მუცელი დიდი, okay? Let's say that. ყველაზე რთული, ისეთი სიმაღლეც ისეთი აქვს, რომ ანუ არ სიმაღლეა ყოველს ხდები. და ძალიან მიხარ აი რაღაც საშინელება არის. The battles we keep. Okay. მინდა რომ დავიწყო ჩემზე საუბრით. გთხოვ და ანუ სპეციალურად არ გითხრე, მინდა იმ თემით დაიწყო, რაც ყოველს ძალიან მაინტერესებს. მოკლედ, ერთ დღეს, როგორც მოგეხსენებათ, ეს ვიკენდი იყო ძალიან კარგი ამინდებით ახსავსე. დავდიოდით, ვსეირნობდით და მოკლედ ჭავჭავაზაზე დავდივართ, მეორე მხარეს, აი უნივერსიტეტის მხარეს რა. და ასე ჩემი უნივერსიტეტი. ხა. და ასე გვერდზე ვიყურები და ვხედავ რომ American Vintage წერია. Ну ბრენდი რომელიც ძალიან ხშირად გვხვდება ევროპაში. American Vintage ქვია, მაგრამ არის ფრანგული ბრენდი. სხვათა შორის ამსტერდამშიც ვარ ნამყოფი და ძალიან მომწონს მაგათი რაღაცები მაგ ნაყიდი მან, იმიტომ რომ ძალიან კარგი გამყიდველი იყო, რომელიც იყო Greek და ანუ რო უთხარი რომ საქართველოდან ვარ, ანუ ძალიან დავიბონდეთ და ასე ჩამისვეს ციბერში ეგრევე. და გამიხარდა ეგრევე გადავედით, მე ყოველთვის მაინც ხო იცი მეთქი უეჭველი ხა ძალიან ძვირი იქნება თქო. არა, ანუ ზუსტად ის ფასები არის, რაც ანუ საიტზე აი რა ფასებზე გვაქვს საუბარი. მოკლედ მე ვიყიდე long sleeve მაიკა, ღირდა 220 ლარი. რასაც ანუ იგივე ფასი არის არაში. I don't know about that. უბრალოდ 80 ლარად იყიდა. მოკლედ, ნუ უგემრელის კი არა და უკარგესი ხარისხის არის, მართლა ყველაფერი. ვაღან არის ძალიან basic. მიხდა ანუ აი ნახატები და რაღაცები არ მე რაც მევასება რა, კაროჩა. არის ძალიან ისეთი სადა, წყნარი, გირჩევთ რომ წახვედეთ, რომ მოლჭავჭავოთ, რომ მომერში არის, მაგრამ American Vintage როცა წაროთ, ნახავთ. This is not a promo. ოღონდ ხალხო უბრალოდ მართლა შევედი და ეს გოგო მეუბნება, რომ აი ახლა ხანს გავიხსენით, ამათქი ხო მეც არ უზარ შემჩნევთ და გვაქვს რაღაც გათამაშებაა. ან ეს რო იყიდე გათამაშებაში მონაწილეობა მე რე შეგიძლია? იქამდე მე ვერ მივიღებდი მე. ვერავით ამ შემთხვევაში. იმიტომ რომ დავაპირე ეგ შენი სტორინა, მეთქი ხა რომ გაბარდა. და ანუ აი გათამაშება მეთქი და აი ისე არ მჯერა გათამაშებების და ისე თავიდან მოგონია ეს gambling-ის scam. მეთქი აი whatever და ანუ რაღაცა ის სტიკერები და რაღაცები შეგიძლია რა და ანუ დაჟე არის შანსი რომ ანუ ვერაფერი ვერ მოეგროს ხდება გათამაშებაში. ამიყვანა მეორე სართულზე ეს დიდი ეკრანი არის. ვიდეო უნდა ჩასო. ხო, I think. ანუ ეს და ანუ ვაჭე ესე იგი დატრიალებას და ხალხო არსაიდან იჩნდება რომ მოვიგე 700 ну короче 800 ლარი. Such a random number. მე მგონი 750 €250 ეგრე მითხრა. €250. Got it. ანუ ჩათვალე 800 ლარი მოვიგე ხალხო, პროსტა იმის გამო რომ ვენდე ინტუიციას. ჯერსეთი არც მინდოდა არაფერს. ანუ პროსტა არ დააჭირე და ესე დოლარასავით არ დატრიალდა. ტრიალებს ახს რულეტკასავით არის. გაჩერდა, მაგრამ სანამ გაჩერდებოდა ეგრევე მესიჯი ამოვარდ. ხედავ რომ მეთქი და ეს გოგო მეუბნება რომ ანუ წინა ვინც იყო რა, შენამდე მოიგო სტიკერებიო. ანუ ხალხო და მე კიდე ჩემს სხვა მეგობრს გავყავ, იმიტომ რომ ყველა ჩემს ამეგობროში მოიხოდა ეგრევე რომ ანუ ახლა ყველა უნდა დავატრიალოთ ეს რულეტკა და ანუ რო ავედით ეწერა ვიღაც სხვა ადამიანის სახელი და ანუ არაფრის მოგება შეგეძლო ანუ მიხვდა რა Oh my god, ანუ სტიკერების დაახლოებით არაფერია, but still. ხო, მაგრამ სტიკერის kind of cute და American Vintage ძალიან საუბრალო ლოგო აქვს. Okay. რაც ხოდა შეიძლება ქართული ვერსიაც ძალიან მომეწონა. ანუ ისე კი არ არის რომ პროსტა გადმოწერილია თუ რა, არა, იმ ფონტში ვერ ჩასმული და ძალიან მომეწონა, კი. ამიტომ გირჩევთ მეგობრებო, იმედი 780 ლარი. That's crazy. ანუ არასდროს არ მომიგია. აი, 2 ლარი არ მომიგია ცხადია. მაგას ვამბობ, ანუ ეს გოგო მეუბნებოდა რომ გირჩევნია რომ კაზინოში წახვედე და ანუ კიდე ითამაშე. დღეს შენი დღე. იმენა უნდა წასულიყავი. 24-ის ვარ babe. Oh my god, baby. 25-ის უნდა იყო რომ შეხვედე კაზინოში. Which would you not promote? შენ არაფერი მაგია აქამდე? ანუ მე მართლა არ მახსოვს. 5 ლარი მომიგია ალბათ აი ადრე რომ მოდაში ეს რაც გადაფხეკე რაღაცები. დაჟე რაც კი მიმიღია ცხოვრებაში ყველაფერი წვალებით და ანუ ჩალიჩით ხვდები წვალებას ვერ ვწყაი ჩალიჩით. და შენ აი ეს God is preparing something good for you, მაგრამ მე ჩემ გონებაში ესეთი დასკვნა გამოვიტანე რომ
ღმერთმა ნიშანი მომცა, რომ სწორია, რომ ბევრს შოპინგობ, ბევრ ფულს ხარჯავ, იმიტომ რომ he rewarded me. ეხლა შენ მოგებაში ხარ ფაქტობრივად. მოგებაში ფაქტობრივად არა ვარ. 560 ლარი მოიგე. იმ პანჩი რომ არაფრად არ მჭირდებოდა ეგზე და მართლა არაფრად არ მჭირდებოდა. არც ვიტყვი რა ხა საოცრება ათქო თუ რაღაც, მაგრამ 800 ლარი ნაღდად ღირდა. ჩემს არის გაკვეთილი, მეც რაღაცაზე არ დავიხე უკან, დავხარჯავ ფულს, რა იცი რა მომენტ. თან ისიც არ იცოდი რომ გათამაშება იყო. არა, ვაფშე არ ვიცოდი. თან გავდიოდი და მითხრა რომ სად მიდიხარ და ამხუს. ძალიან გამიხარდა. Thank you. პირველად იყო მართლა ანუ ეგეთი lucky არასდროს არ მოგზნია თავი. You're lucky. Yes, I did feel that. მაგრამ ეგრევე არ დავხარჯა, მაგალითად ცოტა ხანი მოვიცდი მეთქი, თან ახლა ბარსელონას ტრიპი რომ მოდის რაღაც კარგი რაღაცებს მივაყიდა ფუეჭვალე. მაგრამ მითხრა რომ ანუ ახალი კოლექცია შემოდის, იმიტომ რომ ბიჭების არ იყო ეგეთი ბევრი როგორც ყოველთვის. ამიტომ ველოდებით ახალ ტავარს American Vintage-ში. წავედით ყველა როდემდე არის გათამაშება? თუ რა თქმა უნდა არ გიგითხავს. ალბათ თვის ბოლომდე იქნება, იმიტომ რომ ვაუჩერის გამოყენება თვის ბოლომდე შემელია. Okay, we love that you guys. ისე ჟღერს რომ მართლა ვიღაცამ აი ფული გადაგვიხადა რა ვთქვა. ბიჭი, მაგრამ გადაგვიხადოს ან უბრალოდ დამატებით. უბრალოდ გადაგიხადოს, ოღონ ირიბად. ბაზარია რა ხო. ირიბი ბარტერი მეგობრობა. კიდე რამე ხარ მოიგე ამ გორაში? არაფერი არ მომიგია, გარდა კარგი განწყობისა. ანუ ამ შაბათ-კვირას რა კაი ამინდები გქონდა. საერთაშორისო პიკნიკის დღეები იყო შაბათი და კვირა. მართლა? ანუ story არ ნახე მეც მათ შორის. ყველა საერთოდ იყო პიკნიკი. აი შენ მართლა გეგონა. მეთქი რა ხდება? არა, მზიურშიც რო ვიყავი, ანუ ჩამტკრივ rows of like I know. და როგორ ისეთი ვართ მოპიკნიკერი, აუცე. პიკნიკები. არ გიყვარს პიკნიკი? ისეთ პონჩი. არა ვარ. ანუ თუ სადმე კაფეში ჯდომა არის მეორე ალტერნატიული ვარიანტი, ეგ მრჩევნია, მაგრამ ხო. არა პიკნიკი მევასება ძალიან. მაგრამ მევასება როცა ანუ ირგვლივ ბევრი ხალხი არის, კარგად საუბრობ, კარგად იციან, მიხდა აი ვიღაც არ გისმენს ყურში, ან ბევრი ძაღლი არ არის. იმიტომ რომ მე როგორც არ ვარ ეგეთი ახლო ადამიანი, ანუ animal lover ნახდად არ ვარ რა. და როცა რაღაც ვაკეთებ. თამამი განაცხადია. საკმაოდ თამამი განაცხადი არის, ვიცი. უბრალოდ ანუ არ მისწორდება ეგრეთ ან. არც მე არ ვარ. და what is wrong with me honestly? ანუ ბავშვობიდან ყოველს ხონდა და რომ ყოლოდა ძაღლიან კატა. აი არასდროს ბომებია. ამას წინათ მქონდა ჩემ მეგობართან sleepover და ყავს კატები. და ანუ როცა გვეძინა ანუ კატაც ამონტიოდა რა და ეგ იყო ჩემთვის ძალიან დიდი challenge იყო ჩემთვის, მაგრამ კატა რატომღაც კიდევ უფრო მეიზღება ვიდრე ძაღლი. კატა არც ერთი ზიზღი ძალიან ისეთი სიტყვა არის ანუ ზიზღზე იცი რას ვამბობ, იმიტომ რომ ეს თემები რაც ვივა და ჩემ ბავშვობიდან მაშინებს რომ გადაგეყლაპება ეს და მოკვდები რა. Okay, sorry. ხოდა მაგის გამო კატის ამ ბეწვებზე კიდევ უფრო შეში მაქვს და ზიზღი მაქედან გამომდინარე რა. ანუ აი რაღაც გონია რომ მე მომეწებება ეს ბეწვი და ჩამყობა და მოკვდები. არა, მე უბრალოდ ნდობარმა კატების მიმართ ისე როგორც ძაღლებს, იმიტომ რომ ძაღლების actions აი ქმედება არის ბევრად უფრო predictable, ანუ ხვდები რომ სიზამს რა. კატა შეიძლება გადაუტრიალდეს ეგრევე და ბაზარი არის. მაგრამ მე იცი რატომ მევასებიან კატები 1+1 მივცეთ რომ ანუ chill არიან თავის პონჩი და ძაღლის სანამ სახეს არ გაგაძრობს არ იღლება, ანუ ზომა წონა არ იცის. თამაში. მაგრამ კატებსაც აქვს ზუმის. ხო ისე რომ დახტიან ირგვლივ და რაღაც. მაგრამ შენ არ გაწუხებენ თავის პონჩი დახტიან. ხო, ეგეთი კატა არ მე რა კატას ყავს ხორებაში ნანახი, აი რა. Okay. და ცოტა შორს ისინიც რომ ამოდიოდნენ ლოგინზე, ანუ გვერდზე კალ გიწვავდნენ, ფეხებზე ფეხებში. ხალხო ეს მაიკა გამხადეთ, ახლა გავიხდი და შიშველი ლავჯდაბე. ანუ აი მგონია რომ შიშველი ვარ ჯერ ერთი და აი ყველა ცომი მეტყობა. Fuck me. Okay. Let me just readjust. Okay, I want to mute ცოტა. Okay, let's continue. ხო. ამიტომ no pets for me. ჩემშულს მაინც მინდა რომ უყინო. იმიტომ რომ რაღაც თვისებებს იმუშა ჯართი მოვლა სწავლობს. უყიდა თუ shelter-დან? არა, მინდა რომ უყიდა. shelter-დან. მე კაი breed მინდა, ანუ ისეთი. და shelter-ით. ერთი shelter, ერთი კარგი breed. მოდი კომპრომისზე წავიდოთ. Okay. Whatever. Okay. პომერანიანი გინდა არჩევ შენ პაწუკას? არა. პომერანული ეკინი ცოტა ისეთი წყაროები არიან. მე მიყვარს ძალიან down to earth. ერთი არ მინახავს რომელიც არის კეთილი. მართლა. აი, ხაბელარე წიკოინებს. თანაც უფრო პატარა არის, ზაღლი უფრო დიდი არის ეგო ეს უკუპროპორციული ის არის რა ქვია, ფორმულა. Oh my god, yes. ხადარა. ავორჩიოთ ერთად ჩემ ბავშვისთვის and we will get one or two.
აბა შენ კენ ახტებოდა? ჩემ კი რა ხდებოდა ამ კვირაში? ნუ დღეს არის სამშაბათი დასვენების დღე მეგობრებო. გილოცავთ. და გადაწყვიტა რომ ეს public holiday გამომეყენებინე ძალიან კარგად. ფრჩხილებზე ვიყავი ჩაწერილი, დავით გუშინ მიწერა რომ მეთქი პოდკასტი ხოლ ჩავწეროთ, რაღაც მოვიხოდეთ, მაგრამ მე რომ რაღაცა სხვალისთვის დავგეგმაო, ეს არ ნიშნავს რომ უცებოდ ხვალ მომინება გავაკეთეთ. დღეს წერო, აი ხო? აუნდა აი ხალხო როგორ ველოდებოდი, ცი და სპეციალურად 4 შაბათს უკვე დავგეგმე რაღაცები, რომ მეთქვა რა, ანუ no. That's a lesson for you. მეთქი 4 შაბათს ხარ გადავწიოთ და აუ არა დაგეგმილი მაქვს. რა გაქვს დაგეგმილი? Tell me. None of your business. ხოდა მინდა და თამაში შევიღებავ თქო ხალხო მივედით როგორც იქნა ანუ იმ დღეს ლისა რო ვიყავი ასოლილად ჩამოდაქალებმა ფოტოები რო გადაიღეს და ხო ხტები ანუ შე რო ფოტოს იღებ ყოველთვის კარგად ხარ მაგრამ აი სხვა რო იღებს ისე რო არ იცი რო გიღებენ აი გარი ხოლმე რეალობის ძალიან humbling არის ხო და ანუ დაბლანდა რაკურსს გააჩნია ასე ანუ რა რაკურსიდან გიღებენ და ასკი my body can look like that და ანუ დაბლანდა ჩემი თმა ხალხო what the fuck is happening ანუ პოდკასტში კარგად ჩანს კიდე რა ანუ პოდკასტს რო ვდებთ ხოლმე მომწონს რომ ანუ კაი გადასვლა არის რაღაც და თან ვუფრთხილები რომ არ მინდა რომ კიდე დაიწვას რა მაგრამ ისეთი გაზრდილი roots ანუ roots აღარ ქვია ჩვენ ნახევარი თავი მაქვს hombrets არ არის ეს უკვე რა დავარქავი ხო და ყავისფრად ვიღებავ I don't care you guys ამიტომ თუ არ მოგეწონებათ იქით კვირაში shut the fuck up გთხოვთ არ უთხრათ შეხა მაგთან სიდეის ძალიან მომწონს იდეის დონეზე let's fucking do that ასავე ვიღაცამ დამიწერე წინაზე რომ ანა პუწები გაქვთ მანძაო ხალხო ჩემი თმა არის ესეთი let's establish that აღო ვიღაცამ დაწერა რომ არ მინახავსო და მე არ ვიცოდი რა მეპასუხა იმიტომ რომ ყოველთვის პუწებით ვარ მაგრამ ამასი რო გავიკეთე კერატინი ხალხო ამიტომ არ მაქვს volume თმაზე ანუ ძალიან დამიგდო და რამდენადაც კომფორტული არის რომ სწორად არის ძირითადად და არ გიწევს ის წამება რაც მოყვება ანუ მაინც ვეწამები ხოლმე ამ მართლა თმის დავარცხნაზე ხო მაგას ვამბობ ხო ძალიან ვეწამები მაინც მაგრამ აი ესეთ ფრიზი აღარ არის რა უკვე გამშრალი ეგ განსხვავება არის კერატინი ბოტოქსი რო გაიგათა თუ იგივე არის I don't even know honestly. კარგის მასტერი გჭირდება კაროჩე რა. ძალიან კაი მასტერი იყო, იმიტომ რომ მართლა გამიქაჩა, ინახე რამდენი ხანი ეს სწორით მაქვს. არა ეგ კი, მაგრამ მგონია რომ შენ თავს არ მოუხდა. ხო, მეც მგონია რომ ძალიან volume დაუგდო. ძალიან დააგდო volume, ხო. და მე არ მიხდება ესეთი დატკეპნილი თმები რა. So it was a mistake. ხო, აი აქ გაკლია volume, აი აქ უნდა იყოს აი ასე ცოტა. ხო, აი ესა. Right? აი ეგრე ხო. Bumps რო აკეთებენ ხო ის უკან ეს დიდი თმები რო აქვს ბოდიში. დამაწიწკნა ღერა yeah whatever ანუ შემდეგ ეპიზოდში ანუ ახალი იმიჯით წარდგები yeah hopefully იმედია ჩავეწარები დღეს ფრჩხილები გავიკეთე ასავე ხო ჩემ lesbian era-ში ვარ როგორც ხედავთ ისო მოკლე ფრჩხილები and I love that ანუ მართლა ლესბოსანი მგონია თავი და იმეტროში ხანდახან დავხედავ ჩემ ფრჩხილებს და მეთქი damn girl sending out those messages არა ასხოს არავის არა, ანუ აი იმენა მოკლებს ხილები. ულამაზესი არის. ხო და თან ეხა რომ გავხდი ხელები ცოტა გამიხდა და უფრო მომწეს მოკლებს ხილები და მე მგონი მაგით ავიკეთებ რა. კი. ძალიან გიხდება რაღაცა. ანუ ეს ფორმა მგონი დედის ფრჩხილის ფორმა არის, რაღაც მიხდი რა სამო. ხო. და მგონი ისევასაბა ძალიან ეს ფორმა. შაჯიბეს ჩამისი ეგრავე. ეგრავე ხალხო 2 წელი უკვე ფორმას არ შეესწრის. Kris Jenner-ის facelift-ს გავიგე დღეს უსმენდი Chloe-ის პოდკასტში იყო სტუმრად. რა ანუ ხალხი აბრალებსა ჩემს ქირურგსა რომ საშუალოდ გამიკეთაო და შემდეგ მაგრამ ძალიან მაყოფილი ვარ ჩემი facelift-ითო უკარგესი არის აი jawline მინდოდაო რომ გამოყოფილიყო და ეგო გამიკეთდაო და ამიტომ მოკეთეთ ყველა მაგას ეგებია ჯერ ერთი ანუ facelift-ი და ცუდი გინახავს კი მე არა მილიარდი განსაკუთრებით ადრე როცა შემოვიდა facelift-ი მოდაში ვაფშე სხვა ანუ აი ისეთი ხალხი მინახავს ხო იცი აი რაღაცა წელი სახე რო აქ და თითქმის რომ ვერ ლაპარაკობ. შენთან რომ ამოდიოდი, ვიღაც ხალი იყო, აი პატარა ესეთი რაღაც აღლი ყავდა, ის სუსუპაძუკა და აი facelift-ი ქონდა, მეთქი queen. ანუ ეთყობოდა, მაგრამ I love that. ეს იგივე იტუჩებს რო იკეთებენ და რო ეთყობათ I love that as well. Kris Jenner-ს ეთყობა რომ აქვს გაკეთებული facelift, იმიტომ რომ ვიცით Kris Jenner მანამდე როგორ გამოიყურებოდა, მაგრამ აი რო არ ვიცოდე ვინ არის Kris Jenner, ვაფშე ვერ ვიტყოდი რომ facelift აქვს გაკეთებული. ძალიან კარგად აქვს. ნუ მართლა კარგად აქვს და შეიძლება რაღაც მომენტში ცოტა უკან ჩამოიკაჩა და რაღაცა დაემართა ხა obviously, იმიტომ რომ ხო იკაჩება მაინც გრავიტაცია ყველას Dennis Richards-ის ფოტო ხო ნახე facelift-ი რო გაიგეთა, უკარგესი იყო. ხო?
It was so good. იმენა უნდა ჩაგიგდა ფოტოები იყო. ვიცი. Before the after და იმენა ტრანსფორმირებული იყო სახე ხალხო. ყველამ უნდა დავიწყოთ ფულის გროვება დღეიდანვე, ჩვენი facelift-ის. ხო, მაგრამ შენ გაიკეთებ? არა. No. გაჩნია ის მგონი რომ აი ჩვენ რო დავჭირდება facelift-ი მაგ დროს უკვე რა იქნება კაცშულმა ეს. ვიცი, ჩემი აზრით გაიკეთებ იმ პონჩი რომ მაგ დროს იქნება ის სხვა level-ზე вообще. და ძალიან წამნათ და Tesla-ს გაიკეთებ. მაგრამ დავალება მდგომარეობს იმაში რომ facelift-ამდე რაც უფრო გვიან მიხვიდა იქ გადაწყვეტილი და ანუ კანი იმ დონემდე კარგად შეინახო მოვლით სწორი პროცედურებით რომ facelift-ი არ დაგჭირდეს. ყველა ამბობს რომ იმ თავარი რაც უნდა გააკეთო არის რომ sunscreen გამოიყენო ყოველ. Sunscreen და რა არ მიყვარს ყველაზე მეტად sunscreen-ისა. მეც ვეთახმები გეთახმები. ანუ ჯერ ერთია იმზე რომ მეთამაშება სახეზე, მგონია რომ აი კაია. მეც კარგი მგონია რომ აი რაღაც ვიტამინები. ოღონდ ჩამადაქალმა მითხრა რომ ორგანიზმი ყველაზე კარგად შეიწოს ვიტამინს და კისერი დანა და მომატყოთ ვარა არ ვიცი. მე მგონი უნდა რომ კისერი დაგიბერდოს. მინდა რომ კისერი დამეზაგროს. და დაგეზაგროს არ დაგიბერდოს, იმიტომ რომ მზე ხო აბერებს. ანუ აი არ მიმჯერა ხოლმე, მაგრამ მე რაღაც ფოტოები ის ვიდეოები რო არის ხო ის truck driver. Oh my god, და ცალი ხელი რო დამჭყნარი აქვს და ცალი ხელი რო. არა, საკურველია როცა ანუ რატო შვება მზე მაგას და აზიელების ცალკე ისტერია რომ ყველაფერი შეფუთული დადიან. ანუ ახალი მუსულმანები არიან აზიელები, იმდენ რამეს იფარა. კი. არა, თავისი სიმართლე არის იმაში რომ ზე იასნიერ დამერცას გაზლოს, მაგრამ მე მგონია რომ ყველაფერი უნდა დააბალანსო რა, იმიტომ რომ აი რა ვიცი, აი ეს ხალხი რა ისაგარი ძალიან ცუდია, ისაგარი არ უნდა ისაგრო, like live your fucking life, like მიხდარა სამაბაი დაწაკი და დაიზაგრე. ძალიან თესლი ფრანგი ბებოები რო არიან და აი ჩამომჭყარი სახე და აი დაჟე ზაგარი რო უკვე გამჯდარი აქვს პიგმენტში. აი მე ეგ ჩამინდა ვიყო. მაგრამ მე მაინც იმის გამო რომ ისეთ დაბადებიდან ცოტათი მუქი კანი მაქვს, ისეთ ნაკლებ SPF მჭირდება, ანუ 50 ჩემთვის too much არის, იმიტომ რომ მე მართლა ვერ დავიზაგრები, ხო? 30 იდეალურია 30 რომ მისვია მაინც ვიზაგრები, მიხვდე? და ისმევ ხოლმე? ვისმევ, აი ძალიან კონკრეტულ მატლებში, ხო იცი, აი აქ. აი ერთხელ მახსოვს ხვირი დაგეწვა. ხო, იმიტომ რომ ყველაზე მეტად რაც ირეკლავს ის ნაწილები, ხო, აი ეს ნაწილები, აი ხვირი და აი ესენი მან ვისმევ რომ ანუ გადამწვარი არ იყოს უბრალოდ რა. არა ხალხო, იმენა ყოველ დღე უნდა ვაიძულო ჩემი თავი, იმიტომ რომ სახის კრემს აი დღეში 3 ჯერ ვისვამ დაჟე რა, აი 2 ჯერ გაეცი. მაგრამ to be honest, ჩემ BB კრემში არის SPF, ამიტომ fine. აი bullshit იმგანია, მართლა არის? ჩემსაში არ არის და მაგის. Korean რო არის, მაგიტო ყოველთვის რა. ჩემსაში არ არის. მაგრამ აი სახის კრემ მე რომ მაგ ძალიან მშრალი კანი, ანუ ისე მაგ გამჯდარი რა, აი როგორც წყალს ვამ, რომელსაც არ ვაკეთებ, ანუ კრემს უფრო ინტენსიურად ვისვამ, ვიდრე წყალს ვამ და აი გრა უნდა გავიჯინა sunscreen and it's over for you bitches, იმიტომ რომ 20 წლის მერე მე ვიქნები ისე როგორც 15 წლის გოგო. თან მე ხო იცი, აი ერთი პერიოდი ხვდებოდა TikTok-ზე რომ ანუ აი no they've been lying to you, sunscreen იწვევს cancer. I at this point რა არის იწვევს cancer-ს მაინტერესებს. მგონი წყლის დალევაც უკვე იწვევს cancer-ს და That's why I don't drink it. არ გევასება წყლის დალევა. ანუ წყალს არ ხალხო რა გავაკეთო? გული ამერევა ხო? არასკევს და ვიმახსოვრებ დღებს როცა წყალს ვამ. აი დღეს საერთოდ ერთი ჭიქა წყალიც არ მაქვს დალეული, რომელი საათი I don't even know. არასკევს ვიყიდა ლიტრა ნახევრიანი ბაკურიანის ბოთლი და მეთქი ამ კვირის დოზა უნდა დავლიო ეხლა რა. და ბოლომდე ვერ ჩავედი. ანუ იმ კვირაში, წინა კვირაში ლიტრა ნახევარი წყალი მაქვს მარტო დალეული. I'm not even kidding. ხო არ ითხოვს ჩემი ორგანიზმი და რა შეასაქმე? That's insane, იმიტომ რომ დღეში ვსვამ მინიმუმ ორს. მეზღები, okay? აი მართლა ამას ვსვამ. შენი მენე სულ ბოთლი გიდევს მართლა? სულ ვსვამ. იცი რატო ბოთლი რო დევს, ვიც მახსენდება არც არ მომწყდება რა. სვეტში და ოფისში მქონდა დატოვებული ბოთლი, რომელიც პლასმასი იყო და გაყვითულდა all of a sudden და გადავაგდე რა. მაგის მერე ყოველ დღე ბოლო 4 თვეა ვფიქრობ, რომ აი ბოთლი უნდა ვიყიდო, კარგი რამე, იმიტომ რომ იქ რო დავდებ, უფრო ის მექნება, რომ დავლიო. იმენა არა. თან აი როცა ვმუშაობ განსაკუთრებით, ხო? ანუ პროსტა რო დევს, ისე ავტომატურად მიდის ხელი და ანუ არც ფიქრობ მაგაზე რომ დალიო წყალი, ანუ და ეგრევე სვამ. შარა, ბოთლი უნდა ვიყიდო, I don't care. წყალი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ იცი რა ვფიქრობ ხშირად, აი რა პატარა change-ები არის, რაც გვჭირდება. აი დავხოთ ის რომ მე ბოთლი მქონდეს და წინ მედოს. შეცვლიდა ჩემი ორგანიზმის თელს ფუნქციონირებას რა, ანუ რაღაც ჰიდრატაცია მექნებოდა, ხალისი მექნებოდა, ანუ ყველაფრის ხარისხი გაიზრდებოდა და აი ესეთ პატარა change-ებს როგორ შეუძლია რომ მთელი ცხოვრების ხარისხი შეცვალოს და ვერ ვიაზრებთ.
ხვდები? კონი იაზრე That is პროსტა so გეზარება. crazy. ეს პროსტა გავაანალიზე წყლის შემთხვევაში, მაგრამ ბევრი რაღაც ისეთი არის, დავუშვათ, ეს რო იქით კონდეს გადადებული და ისე კონდეს დაალაგებული ყოველთვის. შეიძლება აი ცხოვრების ხარისხი გაგეუმჯობეს და რაღაც, მაგრამ ვერ იაზრებ რა. არა, ეგ არის ხო. You know what I'm saying? ამიტომ კომფორტის ზონაში არ უნდა იყოს ხშირად. უნდა ხშირად ცვალო. შენი გარემო. აუ, იცი რა მინდა კიდე? რა? მინდა რომ მყავდეს coach. ანუ აი რა ვიღაცა მყავდეს ცხოვრებაში. მენტორი. Exactly. მაგაზე გვილაპარაკია და შემახსოვს. პოდკასტში მე მგონი არ გვილაპარაკია და ეხლა უცებ გამახსენდა რომ აი დავფოთ ეს რო იქით გადავდო, ის არ მინდა რომ მეწლები დამჭერდას რომ მაგას მივხვდა, მინდა რომ ვიღაცა მიმითითოს. ანუ შენ რაღაც ყველაფერში cheat codes აწევ, მივხვდი? Exactly და ანუ ძალიან მდიდარი ხალხი ვინცაა, წარმოგიდგინე ყველაფრის coach ყავთ, თავის ფსიქოლოგები ხო ყავთ, ანუ რაღაც ფსიქოლოგიური კონდიცია აქვს დაალაგებული, კარგად არიან თავის თავთან, კარიერაში coach ყავთ, ყველგან მენტორი ყავთ. ხვდები, ანუ 5 ნაბიჯით წინ არიან როგორც მინიმუმ. ფსიქოლოგს გამოსცენ, ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ ვიყავიო ფსიქოლოგთან, 3-ჯერ მივედიო და ბოლოს მე-13 დღეს მითხრა, რომ всё, არ გჭირდებია და შეგიძლია წახვიდეო. That is bullshit. და ახ ვიცოდი რომ ამ ინფორმაციას რო ვეთყოდი ანა ციგნაზე როგორ გაბრაზდებოდა. ინტერი ჩემთვის ეგ არავის არ თქვა. და მართლა ვაფშე სხვა ენერგიით გამოვედიო. მით არ მინდა რომ მიხვიდა. აუ ძალიან ხო, ეგ არის ყველაზე დიდი bullshit. ერთი ჩემი მეგობარი არის, მართლა ჭკვიანი გოგო და მეუბნება რომ აი მე ფსიქოლოგთან ვიყავიო და ისე მითხრა რომ შენ ისეთი ჭკვიანი ხარ რომ მე არ გჭირდებია. კაცი ხო არისო? ანუ არა აქვს მაგას მნიშვნელობა. არა, просто მაინტერესებს ერთი ეგეოტიპი ხო არისო თქო. აზე არა. არა, ისეთი ჭკვიანი ხარ, ხო, არ ვიცი. ანუ ვითომ შენ ყველაფერზე ნაფიქრი გაქვს უკვე და მე სხვანაირად ვეღარ დაგანახებო. ამ შენ ანუ ყოველ მხრივ გააზრებული გაქვს ეს ყველა სიტუაცია. That's also weird from coming from him like who's a professional. ანუ ის არ არის რომ მე რაღაც ყოველ მხრივ ნაფიქრი მაქვს, რაც unconscious არის, ეგ უნდა ამოუგდო რა. შენ გიჭირდება babe gestalt-ი. Gestalt-ი არის მიდგომა, როდესაც აი ბავშვობიდან ამოგა ყველა ტრავმა. რაც ხოდაშორის საკმაოდ გრძელვადიანი, ბევრად უფრო გრძელვადიანი. ხა, მე რაღაც ეგეთი მინდა, იმიტომ რომ დღევანდელი პრობლემები და ყველაფერი გააზრებულ, გადავლილი მაქვს. შენ გაინტერესებს ქვეცნობიერში რა გაწუხებს? ხო, ქვეცნობიერში. ხო და ეგ არის, მაგრამ ეგ არის საკმაოდ სარისკო თუ კარგ პროფესიონალს არ მიხვდე, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან ბევრი რამე გაგახსენდეს, მართლა შეიძლება ვაფშე არ გასულს აქ ტრავმები რა. მაგრამ მგონია რომ ბევრი ტრავმა მაქვს. ხო და ყველას არ გონია ბევრი ტრავმა. I'm better than you, I'm sorry. არ მაგაზე არ არის, იმას ვამბობ რომ ანუ რა მოგიტვტვდება, მერე იწყება რეაბილიტაციის მომენტი, რომ ანუ ეს ტრავმა რო всё გაგახსენდა, ეგ უნდა იმას ხნა ქვია მოაგვარო, თუ არ მოაგვარე, პროსტა პირიქით თუ გაიხსენეს ტრავმები, უარეს მდგომარეობაში იქნება. მე მგონი არ მინდა ეგ მეთოდი. ანუ საკმაოდ ისეთი არის, უნდა თანამედროვე შენი personality რო ვიცი რაც მოხდა ისედაც წინაზე რომ მიხვედი და მე არ გაგწელე ფსიქოლოგთან სიარული. წარმოგიდგენ რომ ამოვყარო ტრავმები. დავანება. დეპრესიაში ჩავარდა და დაგესარწოს. არა, საკმაოდ სარისკო ტექნიკა არის გეშტალტი. I don't want that. დაწერეთ თქვენი დამოკიდებულება და what do you think? მაილი საიროსი აკეთებს მაგ თერაპიას, რომელიღაცაზე ლაპარაკობდნენ, აი ეგეთი ინტენსიური და რადიკალური. ბევრი არის. ჰიპნოთერაპიაც არის, ისიც არის, ესეც არის, იმდენი რამე არის. ხო, ხი რამდენიმე შალიჩობს და ჩემი თერაპია რა არის? რა იყო? არაფერი. ჩემი თერაპია არის ჭამა, რომელსაც აღარც ვაძლევ ჩემთვის. ხები ეგეც გამოვაცვალე ჩემთვის. Period. Which is great. I love that. რაღაცა ხო, რაღაც უნდა თქვა for the greater good. Exactly, baby. ჩემი თერაპია რა არის? ჩემი თერაპია არის ასევე ჭამა. მე მეოსება. დედაჩემს ვაუბრებოდი რომ აი ჰედონისტი ვარ მეთქი რა. What is that? ჰედონისტი არის ადამიანი ვისთვისაც საკუთარი თავის pleasure დაკმაყოფილება არის პირველ პრიორიტეტი. Yes, you are. I confirm. და სხვადასხვა Christian Cleave არის სუნამოს ბრენდი და მაგას აქვს რაღაც ძალიან თესლი სახელი. ანუ ჰედონისტი გვიგვანი მაგ სუნამოს ძალიან მომწონს და სუნიც ძალიან კარგია. მაგრამ ჩემი აზრით ეს მოდის შენი only child-ობიდან. შეიძლება. არ არის გამორიცხული. იმიტომ რომ ასეულზე დეკოს ნიშნიდან ვაღიაროთ. აი სასწორები ეგეთი ეგოცენტრულები არ არის. ეგოცენტრული არ ხარ. ჰედონიზმი ეგოცენტრულობაზე არ არის. ეგოცენტრული არ ხარ, okay, I take it back. უბრალოდ ხარ self-centered. Wow.
ჩემი აზრით არის ხოობა egocentrism და ესეთი self-centered ადამიანის შორის, იმიტომ რომ egocentrism ჩემი აზრით არის არა თუ ის რომ შენ ხარ ეგოზე ორიენტირებული, რაღაც ხმებსაც აიძულებ რომ აი მაგრეალობაშიც მე ესე ვუყურებ, აი ლომები არიან ჩემთვის egocentrism. შენ ხარ self-centered იმ პონჩი რომ აი შენ პონჩი ხარ შენ თავზე კონცენტრირებული და self-obsessed, მაგრამ ხმებს არ აიძულებ არანაირად რომ შენზე იყვნენ. ანუ შენ ამბობ ჩემ თავს ბაღანა პრიორიტეტებში. And it's a great thing. ეგ მართლა. ანუ აი რაღაც მომენტებში შეიძლება რომ ხანდახან გადავაბიჯო მართლა, მაგრამ ანუ ეგ მაგ. არა, შენ ეგეთი არ ხარ, აი შენ თავს არავის არ მოახო. ხო, ეგ მართალი არის. და ეგ ძალიან მიყვარს ეგ თვისება. ანუ შენ ამბობ მაგალითად აი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, trip-ზე რა ვიყავთ. Egocentric ეს ანუ egocentric მეორე რომელია? Self-centered. ახლა egocentric რა ვიყო და ეგო რომ მქონდეს დიდი, ასე ვთქვათ, დაგაწალებდი რომ აი მე რაც მინდა გავაკეთოთ. წავედით. სინამდვილეში self-centered რო ვარ, ვთქვათ რამე თუ არ მინდა, ვიტყვი რომ არ მინდა. ეს არის პროსტა ჩემი გაგება ამ ორი სიტყვის. I'm pretty sure definition is not what we're talking about. მე რაღაც მაშინ მოყვები. ხო ხდები. აი შენ ხარ ეგეთი რომ აი შენ რაც გინდა იმას დააპრიორიტეტებ შენ პონჩი, შენ თავს ასე ამონებ გააკეთებ, მაგრამ ის ხობს არ მოახო თავზე. და ძალიან კაი თუ ეგრე უნდა ვიყოთ ყველა დაჟა, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია რომ შენ თავს გაუსწორო. But I like to care for people as well, მოდი ეგეთ ვთქვათ. Yeah, baby, of course. რაზე დავიწყეთ hedonizm? How did we get here? Hedonizmi, ახალი სიტყვა მოვინიშნოთ. იმ სიტყვის ქვეშ მივაწართ, რომელია? კონტექსტი, თუ რას ამბობ რა მევასებოდა? Oh my god. რომელ სიტყვა მევასებოდა? Okay, გამახსენდება. ჩემი ლექსიკონი. ყოველ კვირაში ფიქრობ ხოლმე მაგ სიტყვას. ალბათ წამოვა. ახლა the more we talk, ახლა ამოვარდება ეგ სიტყვას არ ნერვიულა. ბუნებრივად წამოვა. კაროჩე, იმ დღეს შენ ჩაგიგდა მე მგონი, ვუყურებდი TikToks obviously. Wow. და Halsey რო არის ხო, იცი, ჩემი დედოფალი. კი, ნახე ეგ ვიდეო. ძალიან მომწონს ეს გოგო. მაგისი პიკი იყო ჩემი აზრით ვიქტორია სეკრეტის შოუზე რო გამოვიდა, გახსოვს მღერა და. ხო, შენთვის ალბათ ეგ იყო, ჩემთვის იყო Tumblr era რო ქონდა. იმიტომ რომ ეგ მანამდე იქნებოდა. უაჭველი მანამდე იყო და მაგისგან გახდა ძალიან პოპულარული. I didn't know that. Badlands და მე მაშინ ვაფშე არ ვიცოდი ეგ. მან იყო ძალიან პოპულარული გახდა პლატფორმაზე. ჩერთი ძალიან ლამაზია, let's give her that. ანუ ულამაზესი სახე აქვს და ძალიან კარგად ბღერის ხმაც აქვს. აი არასდროს არ მევასებოდა, ხო იცი? ანუ ფანი არ ყოფილვარ, მაგრამ აი არ გევასებოდა თუ უბრალოდ ფანი არის. აი არასდროს არ უსმენდი. მაგას რა ქვია? Hater ნაღად არ ვიყავი, მაგრამ ხა. აი მაგრამ შენ არ უსმენ 80%, Dua Lipa-საც არ უსმენ, so you're good baby. ხო, მაგრამ არის რაღაცები ეს პაპსიდანაც მევასება. პაპსაც არ იყო, ხვდები, აი ძალიან. არა, პაპსა ნაღდად არ იყო, არა. მაგრამ ანიჭერი იყო, ძალიან საკმაოდ პოპულარული იყო, on for a very specific audience. ზუსტად, მაგრამ რაღაც ალბომი აქვს ერთი Manic ქვია, მე მგონი. ახალი? არა, ძველი. Badlands. No baby. Let's fact check that. Album Manic. Period. I'm good. Manic და ძალიან კაი შედეგები დადო რა. აი Ariana Grande-ს გაქანებაზე იყო მაგ ალბომით. Ariana Grande. ეს იყო მისი ყველაზე პოპულარული ბავონთ. მე ვიცი Without Me ყველაზე პოპულარული. But could be that one. მოკლედ, თელი პოინტი არის ის. Can you please listen to me or something? თან ვამაწყობ. თელი პოინტი არის ის, რომ ეს ამბობს, რომ მე ხა ალბომსა ვერ ვუშვებო რა, იმიტომ რომ როდესაც ხო ვერ ფიზიკურად ვერ ვუშვებო, იმიტომ რომ label-თან როცა გაქვს შენ კონტრაქტი, თლიანად დამოკიდებული ხარ მაგათ წესებზე, ხო, ყველანაირად. ანუ შენ რო თქვა სიმღერები დაწერო, ანუ label-ი ფლობს ყველაფერს იმ პერიოდის განმავლობაში, სადაც კონტრაქტი მუშაობს და თუ არ თulis რომ ანუ მომგებიანი იქნება შენი დაფინანსება და label-ი წყვეტს ყველაფერს, ანუ ჩაწერას, ვისთანი თანამშრომლებ, მარკეტინგს, როდის უნდა გამოვიდეს, როგორი სიმღერები უნდა გქონდეს ალბომში, ანუ ყველაფერი მთლიანად. და თუ თulis რომ არ ღირს და ვერ მიაღწევ იმ შედეგებს, რაც მაგათ უნდათ, უბრალოდ არ გაშვებინებენ ალბომს. Which is crazy. მაგის გამო იყო სხვათა შორის რომ Charlie-მ შეიცვალა თავის დროზე label და даже ქონდა პრობლემები ძალიან label-თან რომ ანუ creative directions არ მაძლევთ ანუ ის მაგრამ ახლა როგორც ვიცი ეს label არის ძალიან ბუტაფორიულად ანუ ის creative direction marketing-ი ყველაფერი თავისი მაგაზე არის independent artist ფლოდ არის როგორც ვიცი იმიტომ რომ Atlantic Records მომენტ independent artist-ი რა იყო ეგეც რთულია იმიტომ რომ წარმოიდგინე იქ ყველაფერი შენ უნდა ამუშაო მე marketing-ი მან ყველაზე მთავარი რაც აქვს labels ადრე რაც ქონდა labels connections ასევე რადიოსთან connection მოხდი და მაშინ რადიო ხო ხვდები როგორ მნიშვნელოვანი იყო ეს მამა pre-Halsey მაგრამ ეს რასაც ამბობდა
იყო Apple Music-ის პოდკასტი, რაც გამიკვირდა ძალიან, რომ ასე ღიად ლაპარაკობს ამ ყველაფერზე. Previous album-ებს ჰქონდა და კოლოსალურად კარგი შედეგებია და მე მუსიკა, label გიყურებს, რომ მხოლოდ ეგეთი შედეგები უნდა დადაო რა. და იმის გამო, რომ თქო მე არ შემიძლია რომ ეგეთი კოლოსალური შედეგები დამედო ახალი ალბომი და რომელსაც ქვია The Great Impersonator. კარგად იმუშავა, მაგრამ ის შედეგები ვერ დადო. 100,000 კოპია გაყიდა physically, რაც მართლა big deal არის, იმიტომ რომ ვინმე შენ გლუვინმა ყიდულობს CD-ს ან რამე. Who does that actually? საქართველოში მგონია რომ, თორე იქ target-ში რო შედიხარ და მე ვიყიდიდი ალბათ რა, Brats ვიყიდიდი, იმიტომ რომ Vinyls ვიყიდიდი. Vinyls ვიყიდიდი ბაზარია რა. მაგრამ ის არ მაქრაზე შეიძლება დავკრა. არა, საქართველოში ბევრი მეგობარი ბებს აქვს უკვე კოლექცია ვინილების. We should get one. მესმის და მე რო ფიქრობდი რომ ძალიან რთულია, წარმოგიდგენთ შეზღუდული ხარ? ძალიან შეზღუდული ხარ. რაღაც შემოქმედებითი თავისუფლება არ გაქვს და დამოკიდებული ხარ. მიუხედავად იმისა, შეიძლება იცოდე რომ ძალიან მაგრად იმუშავებს ეს ალბომი, ძალიან. იმათმა თუ პოტენციალი ვერ დაინახეს მაგ იდეაში, ან დროში, ან მომენტში, ფერაფერს ვერ შვები. სხვათა შორის ასევე რო გავიხსენო Charlie XCX's Brat's success ეგ იყო მისი ჩათვალე როგორი პროექტი, იცი რომ არავის არ ჭაროდა ძალიან მინიმალური თანხა. და შეხო იცი ისტორია იმის რა ქვია თვითონ დიზაინის ძალიან გვინდა და რომ ფული დაგვესაგავ იმასში რა ქვია დიზაინერში და რაღაცაში და მაგიტო გავაკეთე თუ ეგეთი simple cover რა. ასევე რაღაც reference იყო რომელიღაც ფილმისგან დამავიწყდა. მაგრამ ასევე იმიტომ გაუმართლა Charlie, იმიტომ რომ nobody expected anything from her or from that project that it boomed. მაგრამ დასკნა იცი რა არის რომ მის ეგ პროექტი თავიდან ბოლომდე იყო ისეთი როგორც ზუსტად უნდა და მაგას მე ვთქვი არანაირი პროდიუსერ ისა ლეიბლის ჩარევის გარეშე რა. და სხვაებს არ აქვს ეს თავისუფლება. თან კიდე ეხლა ნახე Charlie-ის შემთხვევაშიც კი ესე რომ გავარდა ხა ეხლა ალბათ ძალიან დიდი pressure არის. მაგის მერე გამოუშვა ალბომი. კი, ახლა ხანს გამოუშვა ზუსტად. და მე როგორ იმუშავა? I don't რა ბერს არ მოეწონა, მაგრამ ყველა ამბობს რა ტურისტებმა გააჯვანო ახლაო და Angels არის მისი თქვენ დარჩით. ხო, original fandom. ეგეთი big არ არის როგორიც წინა იყო და მე მეკიდია, მე ხვდი და დაჟე მგონია რომ მეც ჩემთვისაც დაჟე რომ ვუყურე The Moments მაგის დოკუმენტალურ semi mockumentary films რა. მანდაც მაგაზე იყო საუბარი თუ რამდენი pressure არის ახლა რომ this for this to be successful. და მე მგონია რომ პირიქით უნდა ჩაიხსნა ეგ და თქვა რომ შემდეგი პროექტი თუ არ იმუშავებს, that's fine, I'm going to be happy. No honey, you cannot do that. I is chasing რო ყოველ ჯერზე უფრო დიდი შედეგი და უფრო კარგი შედეგი. ჯერჯერობით ადამიანის ბუნება ეგეთი რომ ერთხელ რაღაც ვარსკვლავს მოწყვი და მე სუგინდა რომ ვარსკვლავი. არის ბევრი ვარიანტი, ბევრი ის მაგალითები რომ და მე იყვენა flopped. Like Zara Larsson. No, Zara Larsson ეხა აქ prime. არა, მაგრამ მანამდე ხო she flopped. ხო, she flopped, მაგრამ ის Lush Life სიმღერა carried her for 8 years. For a very long time. At least ევროპაში. სვეჩი და გოგო დელფინმა იხსნა ჩოლე. გახსოვს სიმფონიის რაღაც ტრენდი რა იყო? აი მაგან ჭაობიდან ამოიყვანა, მე დელფინს დავიხატავდი შუბლზე და რა. ნუ ეგრე გააკეთა ჩათვალე. თლიანი მისი ახალი ალბომი მაგ ტროპიკული სხვა არის. That is crazy. That Taylor Swift-ს ქონდა თავის წინა label-თან რაღაც დრამები. მაგრამ it made sense, იმიტომ რომ ხალხი როდესაც ალბომს უშვებ და მასტერი რაც არის, აი სიმღერები პირველადი ჩანაწერი რა. მიუხედავად იმისა demo არის გამოუშვებელი ვერსიები. ხო, მასტერი რა. მასტერი არის აი რაც გამოვა რა, ჩაწერილი და რა გამო. ხო და მიუხედავად იმისა რომ თვითონ უფლებებს სიმღერაზე ფლოპს Taylor Swift და მაგისი არის, ეს მასტერები ეკუთვნოდა იმ labels. და მაგიტო მოუწია რომ წამოვიდა თავიდან რო ჩაწერა. ხო. რა ის ვერსიები უკვე Taylor-ის არის, which is crazy ხალხო. Legal battle იმ პოინტში რომ მე რო ეხა როგორც იურისტი ამერიკაში რომ მეცხოვრა, ძალიან საინტერესო არის რომ რაღაც მაგას იურისტი რო ხარ ამერიკაში, მან ხო ისეთი შარიანი ხალხი არის вообще გერი. აი იმდენი გასაქანი გაქვს როცა ხარ იურისტი. და რაზე უნდა ვირბინო მეზობელმა გადმომიწია სეტკა. არა ვითარ და არა nobody's gonna sue მიხვდი რას ვამბობ? იმიტომ რომ შენ როგორც მეცნიდი nobody's gonna sue და თუ ვიღაცა ჩივის, ვიღაცა დაქნეული პროსტა და მე ირბინე სანტიმეტრით რომ ვისკენ უნდა იყოს ეს მიწა. იმენაშტერობა და ამერიკაში წავიდოდი. აი ეს და მან entertainment lawyers ხო იმდენ ფულ შოულობენ. ჯერ უბრალოდ აი კონტრაქტების გადამოწმებაზე მან უკვე იმდენ ფულ შოულობენ. და ჯერ ისეთ საინტერესო რაღაცებზე მუშაობ, რომ აი oh my god, you guys. გონი უნდა შეიცვალო შენ ეს რა ქვია? Too late. თან ამერიკაში ვარ ვიცხარ. ხო. And a full time არ ვიქნები. რა ვიფრინე კიდე. I cannot leave you here.
მაგრამ bar exam bar exam ანუ ჩემ kinkeia ბარებს 3 წელია no babe ისეთი მოგონილი არის შენ ერთადერთი ესეთი hidden talent ხო აქვს ყველას ანას hidden talent არის რომ she mastered ანუ ყველაზე კარგად აკეთებს ტესტებს Oh, let's be real. 100%-იანი გრანტი გაქვს ორივეგან, ორივე ჯერზე, ბაკალავრზეც და მასტერზეც. ანუ I'm sorry, მაგრამ like ხა, ანუ ეს აკადემიური რაღაცა, თუ სადმე სასწავლი იყო, ჯერ თავს არასდროს არ ვახლი ხალხო, we should not do that. მაგრამ მარტივად მოდიოდა და bar exams-ს ჩააბარებდი ბაზარში. უეჭველი ჩააბარო თან ძალიან მარტივად. Let's fucking go ამ ამერიკაში და შენ ჩააბარე რამე, მარკეტერების ეგზამ არ არის? მე იცი რას ვიზა? LA-ში. აუ, ჩემი აზრით შენ იქნებოდი ძალიან კაი პროდიუსერი. ერთამი, შენ პროდიუსერს გულისხმობ, მუსიკალურ პროდიუსერს თუ production producers. Production. იმიტომ რომ პროდიუსერ, ანუ კინოებში თურმე პროდიუსერი არანაირ უმეტესად კრეატიული გადაწყვეტილებას პროდიუსერი არ აღებულობს თურმე. პროდიუსერის თავად დავალება არის, ანუ ეს ლოჯისტიკა მოაგვაროს და მე ეგ არ ვიცოდი. ხადა. მე მეგონა პროდიუსერი იყო ჩართული აი producing the movie, არ ვიცი what the fuck. ანუ რეჟისორი არის მაგ. პროდიუსერი და მისი ასისტენტები აკონტროლებენ რაიდერებს ამ ტალანტების, რომ აი ანუ ყველაფერი სწორად დაქირავებული იყოს ეს location-ის მოგვარება ეს კაუნტერთან ერთად და ანუ they're the glue that keeps everyone together. მოხდა ანუ ყველას შუამავალი არის. მაგასაც ძალიან თესლა დიზაინდი. ძალიან რთული არის. მაგრამ მესმის ასამოდო მგონი რა გათახმობა. ძალიან კაი იქნება. აი ვინმე მინდა რომ ჩავიგდე ხალხი ქართველი მოხდი to produce for fun. აი აქ რა უნდა გააკეთო? იმენა ვერ ფსერის. აი როგორ იცი like a bad pop girl. მოხდა რაღაც ეგეთი. ნატალია ნაყოფია შენისა. ნაყოფია ხო გო? ნაყოფია. ნატალია ნაყოფია მგონი. რანაირად გავიწყლა ხალხო ისე ევასება ეს გოგო რომ იმენა უსმენს და მთელი ამბები ნატალია ნაყოფია. ხო. Yeah. Let's fucking do that. Natalia, reach out to me. I'm very expensive. She can afford you, baby. Zarab Khanani. She can afford you, baby. It's a bazaar. All two honorary chami ikneba erti jewelry. That's right, and it's more than enough for you. It's more than enough for me. Mara chami erti dream ari martla რომ მქონდეს კოლექცია ჯურფასი ქვების. ანუ თვითონ jewelry-ს არა, просто ქვების. აი ყველაზე random. ყველაზე random არის, მაგრამ პატარაობიდან მე ვასწავლე. რაღაც ვარდისფერი ქვა რო არის, შენ მაჩუქე რომ მაგ. კი, ის მაგ პატარა მინი კოლექცია. მაგ დადებული და ანუ ფიქრობდი რომ მე თქვი აი საიდან მოვიტანე და ბევრი ფიქრის მერე მივხვდი შენ გარდა არავის არ აქვს ეგ გადაცემა. არავინ ხო. და არავინ არის ის ქვა რა არის საერთოდ გარდა იმისა ზღვაზარას აკდია. Keep it real. Whatever that is. What the fuck. თან ისეთი შიკარი pink. კი. და არ მახსოვს აღარ რომელი არის. That's very cute, so it doesn't matter. Yeah. არა თან მინდა. თან diamonds უნდა დავუკიდოთ ყველა მეგობრებო როგორც დავასკონეთ ეს არის მოგონილი bullshit. ანუ მოგონილი არის. მე რომ სტარტაპი შენს გახსენდება რომ I check myself. ანუ ხო ორი კომპლექსიანი დღეს. დღეს მართლა. მაგრამ დავიცით ძალიან კარგად არის shut the fuck up. Give me a second. ასე ვარ. Okay. Well, ანუ ეს ნახე რომ ჰანტა ვირუსი, მე მგონი ეგ ქვია. What is happening you guys? ანუ კოვიდის მერე ხო იყო რამდენიმე ტალღა რომ აი რაღაც ვირუსი მოდის და ვითომ რომ ეს პანიკა უნდათ, მაგრამ ყოველთვის ვაიგნორებდი. ეს ჰანტა ვირუსი ძალიან აქტიურად ხდება. ხალხო ვინც არიცით, რაღაც ვირთხებიდან გადავიდა მე მგონი და ერთ-ერთ კრუიზზე გავრცელდა, დაიღუპა რამდენიმე ადამიანი. და ანუ ეს ვირუსი უკვე დიდი ხანია შესაძ არსებობს. Really? ხო, ანუ ეს არ არის რომ ახლა გამოჩნდა და რაღაც. უბრალოდ რაღაც გართულდაო თუ გამძაფრთაო თუ რა. ხო, რაღაც უკონტროლო გახდა უფრო, იმიტომ რომ გადაედო ხალხს და ანუ ხალხი ამბობდა რომ ვითომ ჩაძირეთ. And I agree they should have done that. ის ფოტო იყო Saint Hoax-ზე და რა ის თითი რო აჭერს იმას. We need an iceberg. 7 მილიარდი ადამიანი versus I don't know 200 people. აქ არის უკვე დილემა ჩემთვის არ არის მარტივია. ის თამაშიც ის board game-ი ჩაძირობანა თუ რა ქვია, გემებს რო თამაშობ, გემები რო დაალაგო და მე რო უნდა გამოიცნო და რო ჩაძირო. Of course I do not. რომელი board game ვიცი? ბავშვობაში board game-ი რა იყო, ვაფშე არ ვიცოდი. თამაშობდი წრეში ბურთს. That's how Joker's არ თამაშობდი, that's also a board game. Rarely. რანაირად არის Joker-ი board game? Oh, you play with the board on a board. მაგიდაზე, მაგიდის თამაში. რას მიფიქრია? ხო, Joker is Soviet Union. ხო, they're not my favorite. ხო, მე მოსავა. მე აი უფრო ფიზიკური თამაშები მიყვარს. აი წრეში ბურთი top, რეზინობანა top. Okay, რეზინობანა არ ვიცი.
What is wrong with you? მაგრამ ორდროშაბანა დროშაბანა იყო ჩემი favorite. მიყვარს, იმიტომ რომ ძალიან თესლა დაურბოდი. დროშაბანა და დამალობანა. იცი რას გიძა? დამალობანა ღამე. დამალობანა გიყვარდა? აბა? მე ისე ძალიან არა. იმიტომ რომ აი დრო მიდიოდა უაზრო დრო, აი ვიღაც სადღაც არის და შენ რო გიპოვიან და მე რო უნდა ელო და როდის დამთავრდება თამაში. ამას პატარაობიდან ეს დოპამინური ის აქ რა ქვია, insufficiency. დაჭერობანა უფრო თესლია. გაშაშობანა. გაშაშობანა ხო იმაშიც იყო Squid Game-ში. Was it? I don't know. I haven't seen that. Do you know that I haven't seen that? მალე როდის მარჩება შენი სერიალი გარჩა? ორ სერიაში. I swear to God, I'll be back, you guys. იმიტომ რომ ხო მაგ სერიალს უყურებ და reality TV-ს ჩვენსაც. ხო. That's all I do. On repeat. ბოლო სერიაში, Euphoria's ბოლო სერიაში გამოჩნდა ვინ? Trisha Paytas. No way. იყო პოდკასტერი, ოღონდ მოგონილი პოდკასტერი იყო, მაგრამ იყო სამწამიანი როლი ხალხო უფრო მეტი. Oh my God, ნეტარა გადაუხადეს კოჩს. იმედია ძალიან ბევრი. და ანუ ეს Cassie ვარა, ანუ Cassie. You guys are getting paid. Cassie ხდება OnlyFans მოდელი. ძალიან პოპულარული. ესე გავუჭირდათ? კი. იმას ხო გაყვაცალოთ. Cassie ხო Sydney Sweeney-ია. კი. გაყვაცალოთ და იმას აქვს ფინანსური პრობლემები და she stepped up. და she's like I want a luxury life and I get her. მაგრამ იქამდე ფულიანები იყვნენ? კი. ეს ბიჭი იყო ფულიანი? ნეითი იყო ფულიანი, მაგრამ რაღაც აი ბერს ფული ვიღაც სომეხ LA-ის ტიპს მოთხოვა ფული. იმენე სომეხი იყო? იმენე სომეხი არის. და მანდაც ნახეს რაღაც. მან დიას ძალიან I know, მაგრამ იმენე გაბაზრდალი სომეხია და ეს რაღაც ძალიან ბევრი სომეხი არის ამერიკაში. I know, განსაკუთრებით ნიუ-იორკშიც და LA-შიც. კალიფორნიაში. ხო. და მოკლედ I'm so jealous you guys. და მედი არის მისი Mary, ხო იცი Mary. არის მისი მენეჯერი. Sydney Sweeney, ის მაგეთ ხო იზღებათ ერთმანეთს. ხო, და ანუ ეგრე ხა ის აქვს რაღაც. Oh my God. ხო, ძალიან საინტერესო არის, მაგრამ ხალხო ბოლო ეპიზოდი ისეთი გრაფიკი იყო, არ მინდა დეტალებში შევიდე, იმიტომ რომ მართლა ძალიან გრაფიკი იყო. მეთქი Sydney Sweeney-ს ბრავო ხალხო რომ ამ ყველაფერზე მიდის. მართლა ანუ აი shaming ritual მგონია at this point, რომ რაღაც Illuminati-მ რაღაც მიიღოს მაღალ ეშალონზე თუ რაღაც, იმიტომ რომ აი ისეთ რაღაცებს აკეთებს, აი არ ვიცი მართლა რამდენ სუხთია. მაგრამ მე მევასება ეგეთი მსახიობები, იმიტომ რომ აი გავიხსენოთ Chloe Sevigny, ხო იცი? ქერათმიანი გოგშვარი. ძალიან ცნობილი it girl იყო, ძალიან მოდური ძალიან რაღაც, მაგრამ ერთი პერიოდი ჰოლივუდში იყო ban ამ გოგოს შავი მეტკა იყო დადებული იმის გამო რომ ნამდვილად გავუკეთა იმას ვიღაცებს. აი real ხო. მოხსნეს ეს ban? ხო, იმიტომ რომ ხო იღებენ რაღაცას. ახსარება ჩააბარა? ახსარება ჩააბარა, მაგრამ მაინც ისეთ დედოფალი არის, მაინც სულ indie ფილმებში არის. კომენტარებში დაგიწერეს, რომ Lollapalooza-ზე ხომ არ წამოხვალო. Let's fucking go. Where is that? Berlinში. Oh. მართლაც რომ თან არის ივლისში და ივლისში ბერლინში ძალიან ცხელა და არის რაღაც აი ხოთები ეგეთ ქალაქში რო ცხელა. აი სიცხე არ იქნება ხა ბერლინში, ანუ საფხულში გერმანიაში რატო უნდა წახვი და თუ რაღაც საქმე. მაგრამ Lollapalooza-ზე რატო დაკვეთეს? სიმდრო პიტბული გამოდის. Oh my God. და არა მხოლოდ პიტბული, არამედ Zara Larsson-ი. Oh my God. და არა მხოლოდ Zara Larsson-ი, არამედ Karol G. House mode. არა, ხო უგოთ დავამატე. ეს უკვე მოიგონა. ხალხო, ვინმე თუ ბერლინში ცხოვრობთ და დაგვატიჟებთ? No, we can go. ბინეს პანჩი თუ ბილეთის პანჩი ვერ მივხვდი. თუ ვინი? თუ ფრენის პანჩი. იმიტომ რომ we're down for 3 of those. Bundle. ან შეგვიძლია შევკრათ ვიღაცამ ბინა, ვიღაცამ ფრენა, ვიღაცამ ბილეთი. Don't მე მგონია რომ პრიმავერას მერე უკვე всё, ჩემი ყველანაირი ბიუჯეტი. 20 დღე რო ესპანეთში გულავ, ну ясно. But I can afford that, you guys. Yeah, you can, for sure. I can afford one of those, like, yeah. an bileti, and rame. I chama, I don't know. Რა Lollapalooza-ს ბილეთი ბერლინში? შენი აზრით? I think... რამდენს მისცემ? რამდენ დღიანია? I would pay 70 euros. 2-day weekend tickets starting around 220 euros. Are you fucking kidding me? That's too expensive. Day tickets არის 120 euro, 190 euro. Okay, next year you guys. It sells. ორდღიანი ივენთი არის. Tomorrowland-ზე მინდა რომ წავიდეთ. მართლა? იმიტომ რომ აი 10 წლის წინ რა ეგ Tomorrowland-ობდა, მაშინ მინდა და ძალიან და მინდა რომ ავისროლო ეგ სულ. რაღაც ეგეც ძალიან I think it's like for millennials.
I know, right? ეს millennials ხევასებად ეს რაღაცას unicorns და 7000 შუქი რო გადავს სახეზე და რაღაცა აი. მაგრამ მე რო ვიყავით 16 წლის, მაშინ მეგონა რომ ყველას თესლი ხოდი იყო აი ეგ და ვინც მან მიდია და ყველას თესლი ხალხი. მე პროსტა ეგ მუსიკა არ მისწორდება, მიხვდე? არც მე, მაგრამ it's not about music. Electronic music არის ხო? EDM და ეგეთები. მე არ მიყვარს. არც მე არ მეყვარს ხო? და მე მგონია რომ Ibiza-ს არ გამისწორდება. Shut the fuck up. Ibiza გამისწორდება ხალხო. ანუ იცი როგორ მუშაობს გონება აი რამეშზე ბერფულს რო ხარჯა აი ხშირად მიფიქრია რა მგონია რომ უფრო აი ერთი და იგივე რაღაცა რო გამაკეთებინო მაგრამ ერთში მქონდეს გადახდილი 500 ლარი მეორეში 100 ლარი 500 ლარიანი უფრო მომეწონება იმიტომ რომ სხვა დატვირთვა საძლო მერე გამოცილებას ეგეთ არის მე მგონია რომ უფრო მეტი მოლოდინი გაქვს და უფრო მარტივად შეიძლება რომ გაგიცნოს იმედები მაგრამ მე მოლოდინებს არ ვიქნი მე ყოველთვის ვიქნი მოლოდინებს და იმიტომ არ გამისწორდება მგონია Ibiza რომ აი ბოლო პერიოდში მართლა ყველა ვიდეო რა ჩემხედრე ამ თესლი კლუბებიდან ხო არის რომ აი ყველა აბსოლუტურად დგას ტელეფონით ხელში უღებს ამ რაღაც უკან ვიდეო რო გადის ამ DJ-ს რაღაც ეს რობოტები რო თუ რაღაც და ან უღებენ ვიღაც DJ-ს ანუ რაღაც ძალიან ძველი ვიდეო შემხვდა ნუ 10 წლის წინანდელი ხალხი რა სადღაც გულაობს და არავის რო ტელეფონი არ უჭირავს. ხო ეს მაგიტო ვაფასებ თბილისში კლუბურ კულტურას, იმიტომ რომ მან ხო არც გადაღება არ შეიძლება, არც არაფერი არ შეიძლება და მაგიტო მეტნაკლებად ყველა მართლა ერთავა. ხო ისე უნდა იკრძალოს, ბაზარი არ არის. მაგრამ აქ იკრძალება სხვა მიზეზების გამო, მაგრამ ანუ ყველა კლუბში ეგრე არ არის? ანუ აი ტექნო კლუბს რაც შეეხება, მგონი ყოველთვის ეგრე არის. უფრო ეგეთ გარემოში ხო აი ბერლინში ეგრე არის რომ ანუ გადაღება არავის შემთხვევაში შეიძლება და ლელა წურწუმია თურმე ბერგაინიდან გამოგდა იმის გამო რომ თამაშობდა Candy Crush such a mother behavior იმენა დედოფალი აი ეგეთი მოსაწყენი იყო მეც რო ბერლინში კლუბში ვიყავი ანუ აი მართლა არ ვიცოდი რა გამეკეთებინა ანუ საინტერესოდაც არა ვინც ეყავდა ხვდები აი ყველა უინტერესო ადამიანი ერთ ადგილას იყო მუსიკას არ მოგეწონა of course not მე მგონია რომ საღჭკოაზე ყოფ ადამიანს არავის არ მოეწონება არის ბევრს ვიცნობ ეგეც просто ძალიან იშვიათია რა ჩემი აზრით მაგრამ მე გეთანხმები რომ once ანუ ცოტა არასაღმდგომარეობაში როგორც მე მოყარს თქმა არასაღმდგომარეობაში ჩემს ლექსიკონში არასაღმდგომარეობაში როცა ხარ ბევრად უფრო გიზარდება მგონია გარემო Yeah I agree totally that's how it works yeah იცი რა მაინტერესებს რეტო შეეშვი შენ სპორტულ აქტივობებს ვინ ხარ შევეშვე What did you do the last time? Fine, მე გუშინ ფიქრობდი, ყურმა ვაფშე გაგიარა, ხო? კი. რა მიმუშავა ბოლოს ასწავლე ხალხს? ძალიან ბევრი წამალი. ძალიან ბევრი წამალი. იმან გაამართლა. მეორე რაუნდი ანტიბიოტიკების, ხო? Really? ანუ იმ დასხივებამ თუ რაღაცა, მაგრამ აი არ ვიცი რა. აი შეიძლება ყველაფერმა ერთად რა. I'm so happy for you baby. Praying of course. I was praying for you. ძალიან კარგია რომ ეგ თქვენ ტრ სულ დამოვწმოთ ხო რომ პადელის სეზონი გავხსენით და წავედით პადელზე ჩემო მეგობარმა დამბატიჟა ვითამაშეთ რომელ პადელის მაიდანზე იყავ? ვიყავით სადღაც კრწანისში Okay და ჩვენ გვერდზე თამაშობდი კაროჩა ვიღაც რუსი მილიარდელი მგონი სწორედ მე და close-up-ში მაგაზე აბერველ ჩენერს აიკითხა და ანუ ხალხო ამ ტიპს ყავდა ესე იგი ორი შვილი გოგო ყავდა და კიდე ორი ბიჭი იყო როგორც ჩემადაკალმა დაასკვნა, რომ იყო ეს გაცნობის იყო. ანუ ხო ხდება ის საქმროს თემა თუ რაღაცა. და რამ ხელო გოგოები იყვნენ? აი ჩვენ ხელა რა, რაღაც ეგრე. ანუ ჩვენ მოედანი ხო ჩვენს გვერდზე იყვნენ ზუსტად ასანი რა. და შუაში არის პატარა დერეფანებით რომ შეხვედე ამ მოედნებს, იმიტომ რომ ანუ caged ხო არის. სამი დაცვა იყო. ერთი ჩვენთან ასე იდგა, ერთი იქით ამ ხარეს იდგა, ერთი ასე სულ კრუგავდა. და ყველას ქონდა ყურში ისინი რა, ანუ ძალიან professional ანუ ვიღაცა იმ ყურსასმენების მიღმაც იყო ვინც რაღაცა ხო არ გარეთ მე რო გავედით დაგვხვდა კიდე მაიბახები დაგვხვდა კიდე ეს მანქანა და იასნე დავასკვენ დრამატი იყო და ანუ იქ კიდე ერთი სამი კაცი იჯდა რა და ვერ დაგუგლად ჩუმად ფოტო ვერ გადაიღე და გუგლში ვერ ჩა ანუ რანაირად არ გიფიქრია თამაშის განმავლობაში იმედენჯერ გადავუგდეთ ბურთი რომ მართლა მეკონა რომ ერთ-ერთ გამოგზავნე და რომ აი და რომ მართლა ანუ აი გიბარდებოდათ ძალიან ხო იმიტომ რომ ანუ აი მე პროფესიონალი ვარ და სხვა ხელს არ დავადებ, მაგრამ ანუ ხდებოდა ისე რომ ვარდებოდა ბურთი. Oh my god. მაგრამ ძალიან უყვარს პადელი და სხვათა შორის ესპანეთში რომ მივდივარ, მან ძალიან პოპულარული არის პადელი. შეგეძლო უფრო კონცენტრირებული ყავი მაგკაცը ვინ იყო, საიდან მოდის ფულისად იშავა, რა ბიზნესები აქვს. მეშინ მგონი რაც უფრო მეც გავიგებდი, უფრო ნაკლებად გამოვძრებოდი მაგ სიტუაციიდან. The more I know, the more dangerous my situation would have become. Oh my god.
I know. ანუ პადელით უნდა დავინტერესდე. ჩემი აზრით ვიღაცა ჩემი ერთი თანამშრომელი რომელიც არ მეავსება მეკითხება რომ აი რა შეკეთებ უიკენდებზე და მეთქი რა უთხრა პადელს თამაში ცხოვრებაში პადელი არ მითამაშია ცხოვრებაში არ გითამაშია არა მიღადავები I swear to God no I know არ და ძალიან მომწონს ის პადელის მოედანი მაგრამ ბარდისფარის ანუ აი იმ დონეზე არ მეავსება ტენისის თამაში და აი ეგ ხოდი აი ბადმინტონი არის ერთადერთი რაც მომწონს მაგრამ ვიღლები აი 5 წუთში აღარ მინდა ხო What is wrong with me more physical activity მე რომ მომატექი ეს რა კარგად გამახსენდა რომ ანუ ამ weekend-ზე ვიყავი პადელზე So like check yourself You're babe better than me მარა ეგ არ ნიშნავს რომ ინტენსიურად ხარ რაღაც აქტივობით დაკავებული იყო ერა როცა ჯიმში დადიოდი კვირაში იმიტომ რომ ანუ ეს ხალხო თქვენ წარმოდგენა რა გაქვთ რა ტანჯვა გამოვიარე მყურთან დაკავშირებით But you're back baby გასაგებია მაგრამ ახლა მომზადებ ესპანეთისთვის I don't want to like go into the gym როცა სამ კვირაში მიდიო მომზადები ერთი თვით ადრე სამი კვირით ორი კვირით ადრე ხუთი დღით ადრე ულამაზესი ტანი გაქვს you don't need that Thank you baby And that's all that matters. That's all that matters. ვიფარავდი ესე ხელი აუცილებელია რომ ჩამ. That's all that matters მეგობრო რამე გვაქვს ალბათ არა მე მგონი დღეისათვის სულეს იყო მადლობა რომ გვიყურეთ დაიცავთ თქვენ თავი ჰენტა ვირუსისგან period და პირფედები ვატარეთ does it work like მე ეგ იქნება კომენტარს არ ვაკეთებ ანაცია არ ვაკეთებ კომენტარს bye